ხას გაუსვამდი რომეო მიქაუტაძის დაკავებას და დაპატიმრებას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, ჯერ მოადგილის და მერე პირველი მოადგილის, რატომ გაუსვამდი ხას? იმიტომ რომ ოცნებამ ბოლო პერიოდში კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი გამოაცხადა მიქაუტაძის დაპატიმრებით, ხო? თორემ თუ კი კორუფციაზე რამე გაკეთებულა ამ ქვეყანაში, თქვენი თუ სხვა საგამოძიებო ჯგუფების მხრიდან აი ეს ფაქტებით გაჯერებული, დამტკიცებული დეკლარაციებთან შეუთავსებელი, გონებრივ დეკლარაციებთან შემდეგ კი ნამდვილად იყო მიქაუტაძეზე, მაგრამ მთელი წლების განმავლობაში, მას შემდეგ იმ პერიოდში, რაც ის თანამდებობაზე იყო და მას შემდეგ რაც ის თანამდებობაზე აღარ იყო, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარად დასტურდებოდა ის ფაქტები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ და ამასთან დაკავშირებით რეაგირებაც და რეაგირების მცდელობაც კი არ ქონია არავის, მაგრამ როგორც კი ცენტრალურ დონეზე პოლიტიკური ცვლილებები წავიდა, სუსტ უფროსის გათავისუფლება, მანამდე და მასთან ერთად კიდევ სხვა საკადრო გადაადგილებები და გაშვება, რომეო მიქაუტაძე დაიჭირეს. ჩვენ ვიცოდით რა მუსირებდა ეს აზრი და ცხადია ვიცოდით, რომ მომდევნო რიგში იყო თორნიკე რიჟვაძე, ხო? და ვიცით და ვიცოდით ასევე რომ იმიტომ ხშირად დავდივართ მათ შორის ბათუმში მზია ამაღლობელის პროცესზე კოლეგები და მრავალი ადამიანი გვხვდებით ერთმანეთს და ბოლო პერიოდში სულ იყო საუბარი რომ რიჟვაძის მამას ჰქონდა მნიშვნელოვანი პრობლემები საგამოძიებო და უსაფრთხოების სამსახურებთან მეტიც ის არა მხოლოდ გაუშვეს ადგილობრივმა მედიამ ამ ფაქტამდე ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობის მცდელობამდე გაავრცელა კიდეც ინფორმაცია, რომ თითქოს ის იყო დაკავებული, ხომ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა ოფიციალურ დონეზე. შეიძლება ყავდათ კიდეც დაკავებული, ეს არ ნიშნავს, რომ რადგან არ დადასტურდა, ამიტომ არ მომხდარა. და ესე უცებ ხედავთ დილით ყველას ვიგებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თითქოს სცადა თვითმკვლელობა. ძნელია მე დღემდე ვერ დავrწმუნდი იმაში, რომ მისი მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი თვითმკვლელობის მცდელობას, იმიტომ რომ უფრო მეტი არა, ეგ არ მიგვეს, იმიტომ რომ მეგობრები იყვნენ ნამდვილად მასპინძელი და კი ალექსი ახვლედიანი და თორნიკე რიჟვაძე მე შემიძლია ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო, რომ ნამდვილად იყვნენ ისინი ახლო მეგობრები ამას მაგრამ რასაც ოცნება ავრცელებს შემდგომ ეტაპებზე უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე რამე პასუხი მივიღეთ, იმიტომ რომ თვითონ ის წერილი, მასში დასმული აქცენტები მე ვერ ამოვხსენი ამ აბდაუბდაში გაიბლანდა თვითონ ქართული ოცნება თუ რატომ დაუშვათ ეს წერილი დაუშვათ. არის დაწერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობის მცდელობამდე. ამ წერილის ჯერ ერთი როგორ მოხდა ამ წერილის ამოღება, როგორ მოხდა ის მედიის ხელში მედდამ და ექიმმა გადასცა არა ის კიდე ამ ზღაპრების არავის აღარ სჯერა. ეგ მანდაც აირინე, მე რეცხვა პროკურორმა რომ გამომძიებელმა ამოიღო. ბოლოს თქვეს, იმიტომ რომ არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეში ადამიანის თვითმკვლელობის მცდელობას რომ ეხება საქმე, მტკიცებულება ასე მეტ დაიღებ და იქნებ იმედეს გაენადგურებინა და საერთოდ ამ ვერსიას ვერც დაამუშავებდა მე ხო პირობითად გამოძიება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მანდ ის რომ რატომ გაავრცელა ეს წერილი, მოკლედ შევთანხმდით რომ ეს წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ. და არავითარი მედდამ და ექიმმა არ გადაუცია არც პრაიმ ტაიმისთვის და არც იმედისთვის. შიგნით არის ისეთი აქცენტები დასმული, იმიტომ რომ რა აქცენტებსაც იქ დაუშვათ თუ დაწერილია ეს რიჟვაძის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის აკეთებს რომ ეს პირდაპირ მიუთითებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მასზე და მისი სამეგობროს თუ არ ვიცი მისი კლანის თუ მისი გარემოცვის წევრებზე მნიშვნელოვან ზეწოლაზე. ანუ რა ეს ზეწოლა არის განგრძობადი, თან არ არის ახალი დაწყებული, დიდი ხნის განმავლობაში როგორც ჩანს ხორციელდებოდა, მან ვეღარ გაუძლო ამას ამ წერილის თანახმად კიდევ ერთხელ ვიმეორებ და საბოლოოდ სადა ის როგორც ის შეიფუთა, ხო, ეს ამბავი და როგორც ითქვა საჯაროდ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. და ეს წერილი რაც გავრცელდა, არ ვიცი, გარეთ, მოკლედ, არა ჟურნალისტების, არა სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ადამიანების მხრიდან ბევრისგან მოვისმინე, რომ საკუთარი გუნდის წევრსაც თორნიკე რიჟვაძე ხომ არ იყო რიგითი თანამდებობის პირი, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბევრი წლის განმავლობაში და როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირ შენი გუნდის წევრს, შენი გარემოცვის წევრს არინდობ და ის მიყავს თვითმკვლელობამდე თუ ვიღაცა ესურის, არ ვიცი მე სინამდვილეში იქ რა მოხდა და ამიტომ ვერ ვამბობ რომელიმე ვერსიაზე. დამაჯერებლად ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხელისუფლებას ურტყამს ისევ, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეხლა რასაც ირაკლი
კობახიძე ოცნების პრემიერ-მინისტრი აკეთებს, რომ მედიას, ტელეპიროს და ფორმულას ადანაშაულებს თითქოს მანამდე მომზადებული სიუჟეტების გამო თორნიკე რიჟვაძე განიცდიდა სტრესს და იყო რაღაც დეპრესიაში და ამიტომ სადა თვითმკვლელობა არის ის რის გადმოტანა მედიაზე, რომ თავგზა აუბნიოს ამ მომრჩევლებს. პროპაგანდის მიმართულება ჩვენ გვახსოვს სიუჟეტები თორნიკე რიჟვაძის თანამდებობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ის ვიდეო იყო თანამდებობაზე გამორჩეოდა არნახული ცინიზმით. და მე პირადად არ დამრჩენია არასდროს შთაბეჭდილება, რომ ის რამეს განიცდიდა ისე როგორც ოცნების მრავალი თანამდებობის პირი. დღესაც დადასტურებულად არაერთი კორუფციული შემთხვევა საქმე და მტკიცებულები ქვეყნდება, რომელიმე რო განიცდის, ეს მათ არ ეთყობა. კი, მე თომეტე განიცადო, თუ კი თავიანთი ხელისუფლების პირველი პირები დაერევიან ეხლა და საცხეთ გაიმეტებენ, ან უკან მოატანინებენ და ამას მოსთხოვენ. ეს შეიძლება განიცადონ, მაგრამ მედიის მხრიდან რამეს განიცდიან ხო დიდად ეს არ ხოჩოს მან საინტერესო იყო ალბათ თქვენ ჩემზე ადრესში ამჩნევდით თიკოს ეწერა Facebook-ზე როგორ იცვლებოდა ტექსტი ხო წერილის ტექსტი ანუ წერილი რომელიც გაავრცელეს წეგან ეთერით შეეხო ამ თემას პირველ ვარიანტში არ ეწერა ცოლი მეორე ვარიანტში ეწერა ცოლი ხო აი არ არის რა ეს ანუ შინაარსში განსხვავება არის მე უბრალოდ ვუყურებდი ყველაფერს მაგ დღეს და ანუ რაღაც ისე შემამჩნიე რა იმიტომ რომ შვილებს იხსენიებს ამ წერილში ანუ რო არ იყო პირველ ვერსიაში ცოლის სახელი ნუ მაგ დროს რაღაცა და ვიფიქრე რა რომ აი ცოლი არ წერია და უცებ მე გამოჩნდა სატელევიზიო ვერსია იმედის ეთერში უკვე გახმოვანებული გრაფიკას ვეძახით